სკრუტი მიკვლავ პირდაპირ ეთერშია. Illumination ამ ლოზუნგი ჩატარდა წლევანდელი ვენეციის ბიენალე ორგანიზატორების განმარტებით ამ ინგლისური სიტყვის ძირი ორი მნიშვნელობისაა განათლება და ნაცია ერები, რომლებსაც ვენეციის ბიენალეზე თავიანთი შემოქმედები წვლილი შეაქვთ თანამედროვე მსოფლიო ხელოვნებაში. ოქროს ლომები დამსახურებისათვის უკვე გადაეცათ ამერიკელ ელენ სტურტენვანს და ავსტრიელ ფრანც ვესტს. საქართველოს წელს ვენეციაში თამარ კვესიტაძემ წარმოადგინა. მისი ნამუშევრები კი მიხეილ სააკაშვილმა შეაფასა. თავად ავტორი ამ ნამუშევარს დედამიწა დაიქვავს. თავისი სიცოცხლით, სუნთქვით და გულისცემით, თუმცა იმასაც ამბობს, რომ ბევრისგან განსხვავებული შეფასებაც მოусმენია. მოძრავ ბურჯში ზოგი ჯოჯოხეთს ხედავს, ზოგი კი ადამიანების სიმრავლისგან გადატვირთულ სამყაროს. არჩევანს თამარ კვესიტაძე დამთვალიერებელსანდობს. ხეშად რო ვთქვათ დედამიწის მოდელი და ეს სუნთქვის და გულისცემის გამოხატულება. ერა დანარჩენი მაყურებელზე ზუსტად როგორ გაიგებს ამას, ზოგი როგორ ჯოჯოხეთს ისე იგებს, ზოგი როგორ გითხათ ზედმეტი მაცხოვრებელს ხედავს და რაღაც ნაწილები თავისუფალია. ალბათ ხატვის ნებისმიერ ნამუშევარში ისმის მისი გულისცემა. ახლა შეიძლება მაყურებელმა სხვანაირად გაიგოს, მაგრამ მგონია რომ რაღაც ემოცია რომლის გადმოცემაც უნდა. ვენეციის ბიენალეზე განსაკუთრებული ფურორი სწორედ თამარ კვესიტაძის ნამუშევრებმა მოახდინა თანამედროვე ხელოვნების ნიმუშების გამოფენაზე, რომელსაც წელს ავტორებმა სახელად ილუმინაცია დაარქვეს, ქართველმა სკულპტორმა 5 ქანდაკება გაიტანა. ვენეციის ბიენალეზე ქართული კუთხე ყველაზე პოპულარული აღმოჩნდა. თამარ კვესიტაძის ნამუშევრების გარშემო დისკუსიად შედგა განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ, სწორედ მისი სფერო მოექცა. დისკუსია საქართველოს კულტურის მინისტრის დაესწრო. აქ არის ვირტუოზული ნაშრომები მისი არ მხოლოდ კონცეპტუალურად, არ მხოლოდ შინაარსობრივად, არამედ ტექნიკურადაც უმაღლესი პილოტაჟია ნაჩვენები ოსტატობის. უმაღლესი შეფასება თამარ კვესიტაძის ნამუშევრებმა უცხოელი ხელოვნებათმცოდნეებისგან მიიღეს. ჩემთვის როგორც კურატორისთვის ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო. მისი ნამუშევრები იმდენად ღრმა რომ ძნელია შევაფასო. თითქოს მისი შემოქმედების მონაწილე და ჩემი აზრით ხელოვანმა საუკეთესო ნამუშევრები შექმნა. თამარ კვესიტაძის სიყვარულის ქანდაკება უკვე იქცა განახლებული ბათუმის სიმბოლოდ. მისი კიდევ ერთი ნამუშევარი როტაცია კი იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიდგმება. უკვე გადაწყვეტილია, რომ ეფიტოლია მინუს ეფის ამ სახელწოდების უსახელო ადამიანის მოძრავი ქანდაკება, რომელიც ავტორმა ვენეციის გამოფენაზეც წაიღო, საქართველოს პარლამენტის ახალ შენობაში დაიდებს ბინას. ეს უდრის მინუს ეფს ნიუტონის კანონის შექმნილი ეს ქანდაკება უახლოეს მომავალში საქართველოს პარლამენტის ახალ შენობაში განთავსდება. უსახელო ადამიანების მოძრავი სახეები დეპუტატებისთვის სადანგებოდ შეიქმნა, რომ მათ საკუთარი ამომრჩევის ემოციები ხშირად აკონტროლონ. ეს გადაწყვეტილება საქართველოს პრეზიდენტმა ვენეციაში ქართული კუთხის დათვალიერების შემდეგ მიიღო. მიხეილ სააკაშვილმა თამარ კვესიტაძეს გენიოსის შემოქმედი უწოდა. ძალიან საინტერესო ნამუშევარი იდგმება ქუთაისში პარლამენტის შენობის წინ. მე ვფიქრობ ეს სუნთქავი ქანდაკება ჩვენ გადავდოთ პარლამენტის შენობის შიგნით, პარლამენტარების დასანახავად. ახალი პარლამენტის შენობის შიგნით, რათა თუ კარგად მოусმენ, ეს ხალხი რაღაცას ლაპარაკობს. და პარლამენტარებს მუდმივად უნდა ესმოდეს ხალხის ჩურჩულიც კი. და ეს იყოს სიმბოლო ახალი პარლამენტის შიდა ინტერიერის ასევე, რომ ყველამ გაიგოს მუდმივად პარლამენტმა არასდროს არ დაკარგოს, უნდა რომ გაიგოს ხალხის ხმა. მიხეილ სააკაშვილმა ვენეციის ბიენალეს სხვა პავილიონიც მოინახულა. ქართველი მოქანდაკე ანდრო ვეკუა გამოფენაზე შვეიცარიის სახელით წარსდგა. სოხუმი დაცემამდე, ასე დაარქვა 1989 წელს აფხაზეთში მომხდარი პირველი შეტაკებებისას დაღუპული ხელოვანის ვოვა ვეკუაშვილმა საკუთარ შემოქმედებას. შენობების კრებული სულ 15 ნაგებობისგან შედგება. ნახეთ როგორი უსაზღვროა ქართული ნიჭიერება, რომ ერთი ქვეყნის ფარგლებს ცდება და არა მხოლოდ საქართველოს წარმოადგენენ ქართული მხატვრები, იმიტომ რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება მხოლოდ ერთი მაგარი მხატვარი წარმოადგენს, რომელიც ასევე შვეიცარიას. ვენეციის ქუჩებში სეირნობის დროს მიხეილ სააკაშვილი წარმოშობით ქართულ გოგონას შემთხვევით შეხვდა, რომელმაც პრეზიდენტს ბესიკის ლექსი წაუკითხა. ანუ თათანო, გულცემთანო, უცხოთ მარება, ზილპა, კლავება, მომიგონა მზის სადარება, თვალთა ნარგისი, დამდაგისი, მეხმედან მეხცველა, ჰერსოპროლებსა, უტოლებსა, შესამქობად დამამზარებო, ორნი, თოლნი, სწორნი. დიდი
მადლობა. დიდი მადლობა. Thank you so much. ვენეციაში თანამედროვე ხელოვნების ნიმუშების გამოფენის დათვალიერებით პრეზიდენტმა იტალიაში ვიზიტი დაასრულა. ქართულმა ღვინომ ევროპაშიც უნდა მოიგდოს ფეხი და ხარისხთან ერთად მას პოპულარიზაცია სჭირდება. წინანდალში კი ამისათვის ფრანგული მიღება გამართეს, რომელსაც ჩვენი კორესპონდენტი გიორგი გვიშენ ძალზე ორიგინალურად მოსთხოვდა. უცნაური პროფესიაა ეს ჟურნალისტიკა. ძალიან უცნაური. ერასდროს ვერ წარმოიდგენდი ეს გრეხი გვიშიანი. მოვიდოდი ჭავჭავაძეების მამბულში, ჩოლოყაშვილის ქალთან ერთად და ფრანგულ ქართულ საღამოს დავესწრებოდი. წავიდეთ. ნათია ჩოლოყაშვილი PR კომპანია Smart Pencil-ის წარმომადგენელია. წინანდალში გამართული ქართულ-ფრანგული საღამოს ორგანიზატორებმა მედიასთან ურთიერთობა სწორედ მის კომპანიას ანდეს. პირველი დეგუსტაცია ფრანგულ-ქართული ღვინოების დაგემოვნება იქნება, მოწვეულწილად დააგემოვნებენ. რვა სახეობის ქართული ღვინო არის წარმოდგენილი, ხოლო შემდეგ გადავინაცვლებთ უკვე ზედაპირებზე, სადაც კონცერტი არის დაგეგმილი. დასაუწყნობა ეს და ვინ არიან ორგანიზატორები? პოპულარიზაციის მიზნით ეწყობა ეს კახეთი wine to wine. მოედების საღამო და ორგანიზატორები არიან სოფლის მეურნეობის სამინისტრო და მედია ცენტრი ღია აფხაზეთისთვის. ქართულ-ფრანგული ღვინოების დეგუსტაცია, რომელსაც ქართველ სომელიეებთან ერთად მათი უცხოელი კოლეგებიც ესწრებოდნენ, ალექსანდრე ჭავჭავაძის მარანში გაიმართა. ერთ-ერთი პირველი ქართველი იყო ზუსტად ალექსანდრე ჭავჭავაძე, რომელმაც საფრანგეთიდან ჩამოიტანა ფრანგული ვაზის ჯიშები და ფრანგული სტილით დააყენა ღვინო და გააცნო იმდროინდელ არისტოკრატიას. აქედან გამომდინარე დაიბადა ზუსტად ის იდეა, რომ ჩატარებულიყო ქართულ-ფრანგული საღამო, სადაც შეიკრიბებოდნენ ქართველი და ფრანგი ღვინის წარმოებლები. დეგუსტაციას ვაზისა და ღვინის დეპარტამენტის დეგუსტაციის კომისიის თავმჯდომარე ანა გოდაბრელიძე და ენოლოგი ჟან-მიშელ მონიე უძღვებოდნენ. დამსწრეთა სამსჯავროზე 8 ქართული და 6 ფრანგული ღვინო იყო წარმოდგენილი. ქართული და ფრანგული ღვინოების ერთმანეთთან შესადარებლად ჩემთვის როგორც ამ საქმის დილეტანტისთვის საუკეთესო გამოსავალი ექსპერიმენტის მოწყობა იყო. პატარა ავანტურის პირველ ნაწილში თავად სოფლის მეურნეობის მინისტრი ჩავიტრია. ამ სამეთ ღვინოში არის ერთი ფრანგული, ამ სამეთ ღვინოში არის ერთი ფრანგული. ის უნდა გამოიყენოს კარგების რაფერენცია და წვანის შესაბამისად ამ ღვინოებს შორის ყველაზე მეტად ფრანგული ღვინოს ეს. იგივე გამოცდა ამჯერად საქართველოს მთავარ სომელიეს მოუწყვეტ, თუმცა სულთქვილად. დეგუსტაციის დასრულებისას ქართული ღვინოების შესახებ აზრი ფრანგ ენოლოგს ჟან-მიშელ მონიესაც ვკითხეთ. ღვინო არის ან კარგი ან საუკეთესო. როგორ ფიქრობთ, აი ეს წარმოდგენილი ქართული ღვინოები რომელ კატეგორიაში შედის? Meilleur, parce que c'est une vraie découverte de pouvoir avoir, de revenir 12 ans après, et j'ai trouvé qu'il y avait un gros progrès, et puis surtout des vinifications très propres, très vives. ჩემი აზრით ამ ინტერვიუს თარგმანი არც სჭირდება. ფრანგის სომელიეს აზრით ქართული ღვინოები მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. დეგუსტაცია დასრულდა. უკვე სამწუხაროდ დასრულდა და დაიმარჯვეს მეგობრობა. ეხლა დროა უწავდი შორტენ გადავიდა. გადავიდა თერაპიკო. ეს პასაჟი. და ფოტოსესია. მომენტიები. სულ კონცერტი დაიწყება.
ის ადამიანი, ვინც ეს ყველაფერი მოიფიქრა და თავში ესეთი იდეა მოვიდა. I mean, this crazy idea? Everything started in 6 months ago. ყველაფერი 6 თვის წინ სწორედ მაშინ დაიწყო, როდესაც მეგობრებმა აქ მომიწვიეს. მინდა გითხრათ, რომ ეს საოცარი ადგილი პირველ ნახვისთანავე შემოყვანა. მერე შევიტყვი ალექსანდრე ჭავჭავაძის დიდი ინტერესი ფრანგული ღვინის და კულტურის მიმართ და გადავწყვიტე ისეთი საღამო მომეწყო, რომელიც ამ ადგილს ძველ დიდებას დაუბრუნებდა. ფიქრობ, ჩემმა ჩანაფიქრმა გაამართლა. I saw that and that was just amazing. ქართულ ფრანგული საღამოს დასკვნის ნაწილში კლასიკური მუსიკის კონცერტი გაიმართა. 20-იანი პროგრამის დასასრულს წინანდლის ზეცა ულამაზესი ფეერვერკი განაგრძო.